სალამი, მოგესალმებით ყველას მოკლედ უდაოდ საინტერესო და დატვირთული კვირა გამოვიდა. ალიასკის სამიტის შემდეგ, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ტრამპი და პუტინი, ორშაბათიდან უკვე ყველანი გადავერთეთ ვაშინგტონში ზელენსკის ვიზიტზე, სადაც ის მარტო არ ჩასულა, ჩავიდა ევროპელ ლიდერებთან ერთად და მთავარი ინტერესის საგანი იყო სწორედ ტრამპის ძალისხმევით მოხერხდებოდა თუ არა პუტინის და ზელენსკის ერთ მაგიდასთან პირისპირ დაჯდომა და მოლაპარაკებები, რაც იქნებოდა უპრეცედენტო მთელი ამ 3 წელიწად ნახევარზე მეტი დროის განმავლობაში, რაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში. საბოლოოდ კვირის ბოლოს უკვე ყველაფერი ცხადი გახდა, რომ ეს მცდელობაც დონალდ ტრამპის აღმოჩნდა უშედეგო. თავად ტრამპი უკან გაიწია და თქვა, რომ პროცესს დისტანციიდან დააკვირდება და ვნახოთ რა გამოვაო. ორ კვირაში გამოჩნდებაო კიდევ ასეთი ახალი ვადა დადო დონალდ ტრამპმა და ამასთან ირიბად მოუწოდა ზელენსკის, რომ იქნებ შეტევები განახორციელო რუსეთის ტერიტორიაზეო და ამასთან დაკავშირებითაც მე წინა ვიდეოში მქონდა საუბარი, სწორედ აი ამ პოსტზე, რომელიც გამოაქვეყნა დონალდ ტრამპმა და შეგიძლიათ ეს წინა ეპიზოდები ნახოთ, ასევე იქ არის არაერთი ეპიზოდი გასული კვირის მთელ ამ მოვლენებთან დაკავშირებით. მოკლედ, აი ამ მსხვილ მასშტაბიანი ამბების მიღმა რაღაცნაირად ჩაიკარგა და მინდა რომ ამ შემთხვევაში არ დაიკარგოს ეს ამბავი, რაზეც მინდა რომ ამ ეპიზოდში ვისაუბრო. საქმე იმაში გახლავთ, რომ ბატონი ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, დაიტუქსა ტრამპის მხრიდან. ორბანი, რომელსაც ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს, ის არის ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე ევროპის კონტინენტზე. ხშირად ჩამოდის ხოლმე საქართველოშიც. ზოგადად ორბანი ცდილობს, რომ ორ ცხენზე იჯდეს ერთდროულად. ის არის თან რუსეთის მოკავშირე და თან ცდილობს, რომ კარგი ურთიერთობები იქონიოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამბობს, რომ ტრამპი მისი მეგობარია, ხშირად სხვადასხვა ფორუმებზე ამის დემონსტრირებას აკეთებს ხოლმე და ეს მისი პოპულისტური განცხადებების ძალიან მსხვილი ნაწილი არის ყოველ ჯერზე. ამ შემთხვევაში სწორედ მაშინ, როდესაც ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან ერთად ხვდებოდა ტრამპს და საუბრობდნენ უკრაინის მომავალზე, საუბრობდნენ მის უსაფრთხოების გარანტიებზე, სისტემაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს უკრაინის შემდგომი დაცვა, როგორი უნდა იყოს აქ ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა, ევროპული სახელმწიფოების ჩართულება, სად არის უკრაინის მომავალი ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, ამაზეც იყო საუბარი. და აი აქ სწორედ როგორც ჩანს შემოვიდა წინააღმდეგობა, რომელიც ეხება ორბანს და უნგრეთს. ბლუმბერგი ავრცელებს სტატიას, აი ამ სტატიასაც გაჩვენებთ, სადაც საუბარი არის იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ აი ამ შეხვედრის შემდეგ ორი ზარი განახორციელა დონალდ ტრამპმა. ერთი იყო პუტინთან და ჩააყენა საქმის კურსში შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით და მოლოდინები წარუდგინა თავისი ამ ზელენსკისა და პუტინის სამომავლო შეხვედრასთან დაკავშირებით და მეორე ზარი განხორციელდა სწორედ ვიქტორ ორბანთან და განხორციელდა სწორედ ევროპელი ლიდერების მითითებით, რადგან მათთვის უკვე დიდი ხანია უნგრეთი არის მნიშვნელოვანი ბარიერი ყოველ ჯერზე, როდესაც საუბარია რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე და ასეთი არაერთი პაკეტი უკვე დამტკიცებული არის ყოველ ჯერზე, როდესაც საუბარია უკრაინის ევროინტეგრაციაზე, მოლაპარაკებების გახსნაზე იქნება თუ სხვა პროცედურებზე ამ მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ, წინააღმდეგობაში მოდიან უნგრეთთან. უნგრეთი ყოველთვის ამ ინიციატივებს ბლოკავს. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ევროპელებმა დაიჩივლეს ტრამპთან და კარგად გამოიყენეს ეს შესაძლებლობა. ამის შემდეგ სხვადასხვა წყაროები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ტრამპის ტონი იყო საკმაოდ კრიტიკული. წერდნენ იმას, რომ ხმასაც აუწია ორბანთან საუბრისას. შემდეგ ეს ზარი დაადასტურა თეთრი სახლის სპიკერმაც, რომ ნამდვილად შედგა ორბანთან საუბარი. და პრინციპში საუბრის დადასტურება მოხდა უნგრეთის მხრიდანაც. თუმცა იქ აღინიშნა, რომ საუბარი იყო უნგრეთში სამიტის მასპინძლობაზე, იმ შემთხვევაში თუ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა დაორგანიზდებოდა და ეს ნაწილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ტრამპმა დატუქსა ორბანი ევროინტეგრაციის საკითხში უკრაინის ბლოკირების გამო, ოფიციალურმა პირებმა უნგრეთში უარყვეს. თუმცა ამ უარყოფის
ამბობის მიუხედავად ფაქტია, რომ არსებობს ავტორიტეტული მედია საშუალებების გავრცელებული ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანია თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ფაქტია, რომ არსებობს მთელი ეს პრეისტორია და არაერთი შემთხვევა, როდესაც ორბანი მართლაც ბლოკავდა უკრაინის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს სხვადასხვა დროს. საინტერესო ახლა ის არის გავლენა რამდენად ექნება ტრამპის კრიტიკას ორბანის მისამართით და გაითვალისწინებს თუ არა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიციას. ეს უნდა გამოჩნდეს ლოგიკურად უკვე შემდეგ ნებისმიერ ეტაპზე, როდესაც განხილული იქნება რაიმე პროცედურა უკრაინის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული, აი ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობის განმავლობაში და სადაც საჭირო იქნება უნგრეთის ხმის მიცემა. ძალიან მარტივად გაირკვევა ამ შემთხვევაში რა გზას აირჩევს უნგრეთი და რა გავლენა ექნება მასზე დონალდ ტრამპს. ეს პოლიტიკური სკანდალი არის მხოლოდ ერთი მიზეზი, თუმცა არა ერთადერთი იმისა, თუ რატომ იყო გასული კვირის ორშაბათი ორბანისთვის შავი ორშაბათი. შავი ორშაბათი ცოტა პათეტიკურად კი შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალურად მართლა შავი ორშაბათი და შავი კვირა ქონდა პრინციპში არა მხოლოდ უნგრეთს, სლოვაკეთსაც და ამის მიზეზი არის ის ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით ამ ნაწილში. საქმე იმაში გახლავთ, რომ გასული დღეების განმავლობაში სამჯერ უკრაინის შეერაღებულმა ძალებმა მიზანმიმართული დარტყმა განახორციელა მილსადენ დრუჟბაზე. ეს არის საბჭოთა პერიოდში აშენებული მილსადენი დრუჟბა, რომლის მეშვეობითაც ნავთობის გადაკაჩვა ხდებოდა და ნაწილობრივ ახლაც ხდება ევროპის სახელმწიფოებში. ხდებოდას იმიტომ ამბობ, რომ ჩამონათვალში არის გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი. გერმანიამ, პოლონეთმა და ჩეხეთმა უკვე სრულად უარი თქვეს ნავთობის იმპორტზე რუსეთისგან და მათ აღარ ჭირდებათ მილსადენი დრუჟბა და დამოკიდებულება რჩება მხოლოდ უნგრეთისა და სლოვაკეთის მხრიდან. ამაზეც გეტყვით ზუსტად რა წილია დამოკიდებულების ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი უშუალოდ ვისაუბროთ ამბავზე რა მოხდა. ესე იგი, პირველი შეტევა განხორციელდა 12 აგვისტოს უნეჩას გადასატუმ სადგურზე, აი ამ დრუჟბას მილსადენის ერთ-ერთ კვანძში. ეს არის ბრიანსკის ოლქი, რუსეთის ტერიტორია. აქვე რუკაზე გაჩვენებთ თუ სად არის დაახლოებით ვიზუალური წარმოდგენაც რომ შეგექმნათ. ნახეთ, ეს არის ესე იგი საზღვრიდან არც ისე დიდი მანძილის მოშორებით, უკრაინის ჩრდილოეთით, რუსეთის ტერიტორიაზე. აქ დაარტყეს, თუმცა ეს არ იყო პირველი შეტევა უშუალოდ უნეჩას გადასატუმ სადგურზე. განმეორებითი შეტევა ამ სადგურზე განხორციელდა 21 აგვისტოსაც, სულ 2 დღის წინ და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კომბინირებულ შეტევაზე. ამასთან დაკავშირებით არსებობს მედიაშიც ცნობები და არსებობს სატელიტური ფოტოებიც, მაგალითად მე თქვენ ახლა გაჩვენებთ Guardian-ის სტატიას, სადაც დატანილი არის ვიზუალური ინფორმაცია, სატელიტური ფოტო, სადაც ჩანს განადგურებული ინფრასტრუქტურა და აქ საუბარია სწორედ იმაზე, რომ უკრაინის აი ამ თავდასხმის შედეგად რუსული ნავთობის მიწოდება შეუწყდა უნგრეთს და სლოვაკეთს და კიდევ ერთი თავდასხმა უკრაინის შეერაღებული ძალების შესრულებით, ეს მოხდა უკვე 18 აგვისტოს. 18 აგვისტოს სწორედ იყო ორშაბათი დღე, მაშინ როდესაც ზელენსკი იყო ვაშინგტონში ჩასული და მაშინ როდესაც ორბანს დაურეკა ტრამპმა რომ წესიერად მოიქეციო, უთხრა, ცოტა ესე ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ. ამ შემთხვევაშიც სამიზნე იყო გადასაკაჩი სადგური, გადასატუმბი სადგური, თუმცა არა უნიჩე, ამ შემთხვევაში ტამბოვის ოლქში განხორციელდა შეტევა ნიკოლსკოეს გადასაკაჩ სადგურზე, ამასაც გაჩვენებთ. აი ისევ რომ წარმოდგენა შეგექმნათ რაზე არის საუბარი, აი აქ არის დაახლოებით ტამბოვის ოლქის ეს გადასაკაჩი სადგური საკმაოდ დიდი მანძილის მოშორებით უკრაინის საზღვრიდან, საკმაოდ შორი დისტანციის ოპერაცია განახორციელა, ანუ ამ შემთხვევაში უკრაინამ, თუმცა ეს არ არის მათთვის რაღაც რეკორდული მაჩვენებელი, როგორც იცით, ბოლო პერიოდში, ბოლო 1 წლის განმავლობაში განსაკუთრებით ინტენსიურად უტევენ უკრაინელები რუსეთის ენერგოობიექტებს და ეს ხშირ შემთხვევაში 2000 კილომეტრის მოშორებითაც ხდება ხოლმე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახლა ახალ რაკეტებს ამატებენ შეიარაღებაში, ამაზე მქონდა მე წინა ვიდეო, სადაც ფლამენგოს მახასიათებლებზე ვისაუბრეთ. ეს არის ახალი ფრთოსანი რაკეტა უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში და შეუძლია 3000 კილომეტრის მოშორებით მაქსიმალური დისტანცია, ეს არის განახორციელოს დარტყმები და 1150 კილოგრამის
მოცულობის საბრძოლო მუხტის გადამტანია, ძალიან დიდი დამანგრეველი ძალა არის. მოკლედ, ბევრი ახალი შესაძლებლობა ეძლევა უკრაინას, რომ ესეთი ტიპის შეტევები გააგრძელოს. აი ამ შემთხვევაში საკმაოდ შორტ დისტანციაზე მოკლედ მოხდა შეტევა სხვა თემაზე, რომ არ გადავიდე და რომ დავბრუნდე. უფრო სრულყოფილი რომ იყოს ინფორმაცია ბოლოს უკვე გეტყვით ზიანის შესახებ, რა მასშტაბის ზიანი მიადგა უშუალოდ მილსადენს და ვთქვათ ზარალზე, როგორ ზარალდებიან უნგრეთი და სლოვაკეთი იმ შემთხვევაში თუ ამ კონკრეტული მილსადენით რუსული ნედლი ნავთობის მიწოდება ჩერდება ან ფერხდება. დაზიანებაზე თავშივე ვთქვათ, რომ ეს სამი დარტყმა არ ნიშნავს, რომ ფუნქციონირება ვეღარ გაგრძელდება, ეს ასე არ არის. ამ დროისთვის სრულად პარალიზებულია, თუმცა რუსეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის შესაბამისი უწყებები ამბობენ, რომ მიწოდება უნდა აღდგეს 5 დღის ვადაში. შესაძლოა ეს ვადა იყოს გადაჭარბებული, გასვიადებული, იქიდან გამომდინარე, რომ ინტერესი ჩააცხრონ და რაღაცნაირად ტემპერატურა დაწიონ ამ ამბის მიმართ, ნუ უნდა ვივარაუდოთ, რომ მაქსიმუმ 10 დღის ვადაში ეს ყველაფერი მოწესრიგდება. ზარალს რაც შეეხება, ამის თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანე სტატისტიკა, აქ მოვიძიე თუ რა პროცენტული დამოკიდებულება აქვს რუსულ ნედლ ნავთობზე, კონკრეტულად უნგრეთს და სლოვაკეთს. უნგრეთის დამოკიდებულება არის 70-80%, მათ აქვთ ერთი ალტერნატიული მილსადენი დასახელება არის ადრია, რომელიც არ არის რუსული მილსადენი, მაგრამ პრიორიტეტი გასაგებია, რასაც ენიჭება, ისინი უფრო იაფად ყიდულობენ რუსულ ნედლ ნავთობს და ამიტომ არ სურთ თავი შეიწუხონ და რატომ უნდა დაიწყონ სხვა ბაზრების მოძიება, სხვა ალტერნატიული რესურსების მოძიება და რუსულის ჩანაცვლება. ამ არჩევანს აკეთებენ ისინი, ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური გადაწყვეტილებები ასეთია ამ ეტაპზე. რაც შეეხება სლოვაკეთს, მათი მდგომარეობა უფრო მძიმეა, 90-95% არის რუსულ ნედლ ნავთობზე დამოკიდებულება, რომელიც ამ უშუალოდ დრუჟბას მილსადენით მიეწოდება სლოვაკეთს. შესაბამისად, აქ შეფერხებები ორივე შემთხვევაში პრინციპში უნგრეთიც არ არის პატარა ციფრი, 70-80% ძალიან დიდი წილი არის ბაზრის, ორივე შემთხვევაში მათ სერიოზული კრიზისი უდგათ ნავთობის მიწოდების კუთხით და ცხადია ისინი არიან ძალიან შეშფოთებული, რბილად რომ ვთქვათ, შეშფოთებული და ძალიან აქტიურად აკრიტიკებენ უკრაინის ხელისუფლებას და აბრალებენ, რომ აი თქვენ გადაგვიჭერით ჩვენ რესურსები, რომელიც ჩვენ ხალხს ჭირდება და ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება. ამაზე პასუხი ჰქონდათ უკრაინაში და უთხრეს მათ ასეთი რამ უნგრელებს და სლოვაკებს, რომ ჩვენთან უგექნებათ პრეტენზიებით მიმართეთ მოსკოვს, რომელიც არის აგრესორი, რომელიც ახორციელებს აგრესიას ჩვენს ქვეყანაში, ხოცავს ათასობით ადამიანს და ამას აკეთებს იმის გამო, რომ ხდება მისი ომის მანქანის დაფინანსება სწორედ ნავთობიდან და ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლით. ანუ გადაამისამართეს მოკლედ რუსეთისკენ და ჩვენთან უგექნებათ პრეტენზია უთხრეს. ახლა უკვე ამ ამბის მერე დიდი ალბათობით მოუწევთ გადაწყვეტილებების გადახედვა უნგრეთს და სლოვაკეთს. ერთია შეშფოთების გამოხატვა და პრეტენზიების გამოთქმა ზელენსკის და მისი გუნდის მიმართ, მაგრამ მეორეა რეალური საჭიროებები, რომელიც მათ უდგებათ. მნიშვნელოვანი საკითხი ახლა ეს არის ერთეული შემთხვევები, რაზეც ვსაუბრობთ, ეს სამი კონკრეტული თავდასხმა დრუჟბას მილსადენზე, თუ სხვა უფრო დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული უკრაინაში და ისინი ფიქრობენ, რომ საერთოდ აღარ უნდა გაატარონ რუსული ნედლი ნავთობი საკუთარ ტერიტორიაზე და საერთოდ გადაჭრან ეს ტრანზიტი. ამ შემთხვევაში თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ და აღასრულებენ, ნახავთ უფრო მასშტაბურ და უფრო დიდ და უფრო ინტენსიურ შეტევებს ამ მილსადენზე და ეს არ იქნება მხოლოდ სამი კონკრეტული ფაქტის ჩამონათვალი. შესაბამისად, უკვე უფრო დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდება უნგრეთი და სლოვაკეთი, მათ მოუწევთ ახალი გადაწყვეტილებების მიღება, ალტერნატიული ბაზრების მოძიება, ნავთობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, საკუთარი ბაზრის დასაკმაყოფილებლად და უფრო მეტი თანხის გადახდა ამ ყველაფერში, ისევ და ისევ დათმობა რუსული იძულებით, ამ შემთხვევაში დათმობა რუსული იაფი ნავთობის. და ბოლოს ცხადია რუსეთისთვისაც ეს მნიშვნელოვანი დანაკარგი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ აქ საჩუქრად არავის არ უგზავნიან ისინი ნავთობს, ისინი იღებენ ყოველდღიურად 10,000-ობით ტონა ნედლი ნავთობის ამ მილსადენის მეშვეობით უნგრეთსა და სლოვაკეთში გადაკაჩვით მილიონობით დოლარის შემოსავალს. შემდეგ კი ამ მილიონობით დოლარის შემოსავალს ყველამ კარგად ვიცით, რაში იყენებენ, აფინანსებენ ომის მანქანას და განაგრძობენ უკრაინის ტერიტორიაზე მათ უკანონო აგრესიას და ომს, რომელსაც ათობით ათასი ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან.
მორჩა სულ ეს არის მოკლედ რაც მინდოდა ამ თემებზე მეთქვა, ჩემთვის ძალიან საინტერესო სიახლეები იყო. პრინციპში ტრამპის ზარით ორმანთან და მიტუქსვაც საინტერესო სიახლე იყო და არ მინდოდა რომ ყურადღების მიღმა დარჩენილიყო და მილსადენის საკითხიც ცხადია ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის. თუ მოგეწონათ თქვენც და თქვენთვისაც საინტერესო იყო, დალაიქეთ ვიდეო, ასევე გამოთქვით თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, რას ფიქრობთ განსაკუთრებით მილსადენის ამბავზე, როგორ წავა ეს პროცესი, როგორი პროგნოზები გაქვთ და რამდენად ამართლებთ ზოგადად უკრაინის ესეთ დამოკიდებულებას, რომ მის ტერიტორიაზე არ გაატაროს ტრანზიტით რუსული ნედლი ნავთობი, აგრესორის სახელმწიფოსი, რომელიც შემდეგ ამ ნავთობიდან მიღებული შემოსავლებით ბომბავს მისსავე ტერიტორიებს. მადლობა რომ მიყურეთ, გამოიწერეთ არხი თუ არ ხართ გამომწერები და დაგემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე. ნახვამდის.